გორში ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის კავკასიის პროგრამის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებით პროექტის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში 2015-ის პრეზენტაცია და მასტერკლასი კონფლიქტების სენსიტიურად გაშუქების თემაზე გაიმართა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს მაღალი პროფესიული სტანდარტებისა და ეთიკური ჟურნალისტიკის სახალისებას. მაისიდან უკვე დაიწყო 2015 წლის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში ჟურნალისტური ნაშრომების მიღება. მიღება გაგრძელდება ამ წლის 2 ნოემბრამდე. ჟურნალისტებს, ტელეჟურნალისტებს, რადიო ჟურნალისტებს, ბლოგერებს შეუძლიათ ასევე ონლაინ გამოცემების წარმომადგენლებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა. პირობების გაცნობა შესაძლებელია ვებგვერდებზე, როგორც IOM-ის, ასევე ჩვენი ორგანიზაციის ომის და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის. გაჭიანურებული კონფლიქტების ფონზე მედია თამაშობს სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვან როლს მიმდინარე მოვლენების აღქმასა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში. ამბობდნენ ტრენერები, რომლებიც სამშვიდობო ჟურნალისტიკის სემინარს უძღვებოდნენ. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა ჟურნალისტების უნარების გაუმჯობესება და შესაძლებლობები წაახალისოს კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების სამართლიანი და მიუკერძოებელი გაშუქება. დისკუსიის დროს და ინტერაქტივის დროს გამოიკვეთა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობაში წვლის შეტანაზე ჟურნალისტიკის მხრიდან არსებობს სერიოზული ცდუნება, რომ ეს მშვიდობის მყოფელობაც გადაგეზარდოს პროპაგანდაში. აი, აქ არის ძალიან დიდი საფრთხე და ყოველთვის უნდა მიხვდეს ჟურნალისტი, რომ ამასაც ამ მცდელობასაც სიმართლე არ უნდა შეეწიროს და პრაქტიკა გქონდეს ისეთ, სადაც გვაქვს სიმართლე, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობის გამყარებას და არა ტყუილი, რომელიც გვინდა რომ გამოვიყენოთ მშვიდობისთვის, ეს არასდროს კარგად არ იმუშავებს. მე ვფიქრობ, რომ არის არსებითად მნიშვნელოვანი ამ სახით ძალიან მიხარია, რომ გათვლა არის იმაზე, რომ თქვათ მომავალი ჟურნალისტები ხვალ სწორედ აი ამ პრიზზე შეიძლება გახდნენ ნომინანტები და გათვლა არის იმაზე, რომ განათლებით ჩვენ მივიღოთ უკეთესი მასალები, ვიდრე გვაქვს დღეს. შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო იყო ჩემთვის, იმიტომ რომ მივიღე ინფორმაცია სამშვიდობო ჟურნალისტიკასთან დაკავშირებით, მივიღეთ პროფესიონალებისგან და გამოცდილი ჟურნალისტებისგან ის სტანდარტები და ინფორმაცია, რაც აუცილებელია ამ სფეროში მომუშავე ჟურნალისტებისთვის. ჩემთვის როგორც ქარელის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლისთვისაც იყო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ქარელის მუნიციპალიტეტი მოგეხსენებათ არის კონფლიქტის ზონის მიმდებარე ტერიტორია და იქ მუშაობისას ვფიქრობ გამომადგება ეს ინფორმაცია. მე ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა და ტრენინგი, რომელიც მიმდინარეობს ქართლოსის ოფისში, მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მდებარეობიდან გამომდინარე ჩვენს რეგიონში მოქმედი ჟურნალისტებისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ არ დაუშვან კონფლიქტების თემაზე მომუშავე ჟურნალისტებმა შეცდომები, თუნდაც ტერმინოლოგიის კუთხით, თუნდაც კადრების გავრცელების კუთხით, რომ არ მოხდეს რაღაც პანიკისა და შუღლის გაღუება კონფლიქტურ რეგიონში. მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია და საჭიროა განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში არსებობენ ჟურნალისტები სამწუხაროდ დღესაც კი, რომლებიც არ იცავენ სწორედ აი ამ პრინციპებს, რასაც ქვია მშვიდობის ჟურნალისტიკა. მშვიდობის ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მიენიჭება მიუკერძოებელ, დაბალანსებულ და ჟურნალისტიკის საერთაშორისო აღიარებული ეთიკური პრინციპების შესაბამისად მომზადებულ სტატიას, სატელევიზიო ან რადიო რეპორტაჟს, ვებგვერდზე, ბლოგზე ან სოციალურ მედიაში განთავსებულ მასალას. პროექტის ფარგლებში გამოვლენილი გამარჯვებული ჟურნალისტი მიიღებს ვაუჩერს, რომლის ღირებულება 5,000 ევროა. ფასიანი ქაღალდი პრიზის მფლობელს საშუალებას მისცემს გაემგზავროს ლონდონში ერთი თვით ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის სათაო ოფისში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში 2013 წლის 6 მაისს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს დაარსდა. განაცხადების მიღება 2015 წლის 2 ნოემბერს დასრულდება. პროექტს ახორციელებს ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის კავკასიის პროგრამა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან პარტნიორობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.